დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმში მაკაშდანოვასა და ელენე რამიშვილის ერთობლივი გამოფენა გაიმართება სახელწოდებით ორი უცნაურის ნაფიქრალი. დამთვალიერებელი 90-მდე ნამუშევარს იხილავს ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფერწერული ტილოები და ქანდაკებები. არტისტების ნამუშევრებში, რომელიც ძირითადად შესრულებულია შერეული ტექნიკით, ასახულია თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პრობლემები. მაკაშდანოვას შემოქმედებას ქართველი დამთვალიერებელი საჯაროდ პირველად შეაფასებს, ხოლო ელენე რამიშვილის ნამუშევრები თბილისში მანამდეც არაერთხელ გამოფენილა. აქ არის შუშა, ბისერი, ლურსმანი, ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანმა თავისი წარმოსახვით აქციოს ხელოვნების ობიექტად. ძირითადად ნაფიქრალი არის იმაზე, თუ რა არის სიყვარული, რა არის ადამიანი, რა არის სევდა, დარდი. ეს არის ორი მეგობარი, რომელიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან და აქვს ძალიან ბევრი მსგავსება და ამიტომაც მოხდა, რომ მათი შემოქმედება რაღაცა მომენტში ერთმანეთს შეერწყა. ქანდაკებები, რომელიც მაკაშდანოვას ეკუთვნის, არის მის მიერ გამოძერწილი, გაფორმება გაკეთებული არის ელენეს მიერ.